ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც New York Times არ მიეცა წვდომა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს ალბერტ ბურლას შორის შემდგარ შეტყობინებებზე და ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. საბოლოოდ კი ევროპის სასამართლომ განაცხადა, რომ ევროკომისიამ ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტები მოეყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ფლობდნენ ამ დოკუმენტებს. ამავდროულად ისინი სასამართლო აცხადებს იმას, რომ არ შეიძლება უბრალოდ განაცხადო, რომ დოკუმენტებზე წვდომა არ გაქვს. ამისათვის აუცილებელი არის, რომ დამაჯერებელი არგუმენტები მოიყვანო როგორც სასამართლოსთვის, ასევე საზოგადოებისთვის იმის შესახებ, თუ რატომ ვერ ხერხდება ამა თუ იმ დოკუმენტებზე წვდომა და ამავდროულად სასამართლომ განაცხადა ისიც, რომ New York Times-მა საკმაოდ დამაჯერებელი და თანმიმდევრული არგუმენტები და მტკიცებულებები მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს შორის ალბერტ ბურლას შორის ნამდვილად შედგა ესეთი მიმოწერა, შეტყობინებები არსებობდა და სწორედ ამ შეტყობინებების შესახებ New York Times-მა შეიტყო 2021 წელს, როდესაც მათ ჩაატარეს ინტერვიუ Pfizer-ის დირექტორ ალბერტ ბურლასთან და მას შემდეგ New York Times არაერთი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა იმისა, რომ ევროკომისიისგან გამოეთხოვა შესაბამისი დოკუმენტები, ანუ ეს შეტყობინებები, თუმცა ევროკომისია ამტკიცებდა, რომ ისინი ამ დოკუმენტებს აღარ ფლობდნენ და შესაბამისად უარს აცხადებდა დოკუმენტების გაცემაზე და სწორედ აი ამის შემდეგ New York Times-მა 2023 წლის იანვარში გადაწყვიტა, რომ საჩივარი შეეტანა ევროკომისიის წინააღმდეგ ევროკავშირის უზენაეს სასამართლოში. ევროკომისია აცხადებდა, რომ შეუძლებელი იყო ამ ინფორმაციის შენახვა, რადგან შეტყობინებები იგზავნებოდა როგორც ელექტრონული პოსტით, ასევე ტექსტური შეტყობინებებით, თუმცა The New York Times-მა განაცხადა, რომ ევროკავშირის 2001 წლის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის რეგულაციის მიხედვით ნებისმიერი ტექსტური შეტყობინება ითვლება დოკუმენტად, რომელიც უნდა იყოს შენახული და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში გასაჯაროებული და სწორედ აი ამის გამო გამოიტანა სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება და ახლა ევროკომისიას აქვს 2 თვე იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.